გამარჯობა. სოფელი კურძო სამეგრელოში განსაკუთრებულად ლამაზი რომ არის არაერთხელ აღვნიშნე. ბუმბერაზი მთებით გარშემოწყმულ საკმაოდ დიდ სოფელში მდინარე ოჩხომორის პირას ადგილობრივ თორნიკე ბერულავას საკალმახე მოვინახულეთ. თორნიკემ თავისიო დაბადე, თავისი კარ-მიდამო არ მიატოვა. ის მშობლებთან ერთად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობის განვითარებით არის დაკავებული. მესაქონლეობასთან ერთად თავისი ოჯახი მეთევზეობით არის დაკავებული. კონკრეტულად კი სახლის უკან მდინარე ოჩხომორის პირას ძალიან ლამაზი საკალმახე მოაწყოს, როგორც ხედავთ. პანდემიის დროს ახალი ბიზნესის დაწყებას ოჯახი არ შეუშინებია. პირიქით, პანდემიამ ისინი უფრო გააძლიერა მომავლის რწმენით და როგორც ხედავთ, ამ საოცრად ლამაზ ადგილზე დღეს ეს საკალმახე ძალიან კარგად მუშაობს. თორნიკე უკვე რამოდენიმე ტურისტულ ობიექტს ამარაგებს, როგორც არის რესტორანი, სასტუმრო, მაღაზიები. აქვე საკალმახეს გვერდით საუკუნოვანი ოჯახის წყლის წისკვილი შეინარჩუნა თორნიკემ, ის უფრო განავითარა, გარემო შეალამაზა და როგორც თავისი ოჯახი, ასევე სოფელიც მოიხმარს აი ამ საუკუნოვან წყლის წისკვილს. სიმართლე გითხრათ, ჩემი თორნიკესთან ვიზიტი იყო ყველიერის ყველი. თორნიკეზე და ყოველ წელიწადს აგვისტოს და სექტემბრის თვეში სულ უგუნს ინახავს იმისთვის, რომ დიდ მარხვის დაწყებამდე ყველიერის ყველი მოიხმაროს როგორც ოჯახში და ასევე უზიარებს თავის ახლობლებსაც. მე გადავწყვიტე, რომ ეს ყველი შემეძინა, ამ შანსს ვერ გაუშვებდი ხელიდან, რადგან ეს 7 თვის ყველი საკმაოდ სურნელოვანი არის და ძალიან გემრიელია. ცოტ-ცოტას მივირთმევ სახში და დიდხანს გამყვეს ამ ყველის საოცარი გემო და სურნელი. ასევე იმასაც დავაძენ, რომ სოფელ კურძოს ყველი განსაკუთრებული იმით არის, რომ სოფლის მოსახლეობა ძირითადად ზაფხულში ალპურ ზონაში ამთაბარებს თავის საქონელს და წარმოიდგინეთ ალპური ზონიდან ჩამოტანილი, კონკრეტულად კი ლებარდეს მთებიდან ჩამოტანილი სულუგუნის ყველი როგორი გემრიელია. ასე რომ ვისაც გსურთ შეიძინოთ ეს ყველი და ასევე კალმახი, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თორნიკეს, რომელსაც ამ ვიდეოში აუცილებლად მოვნიშნავ.